მეგობრებო, გქონდა საბათ და არ ხიგავთ ჩვენს სამი. და დღეს როგორც თქვენ მივხვდით ამ ვიდეოს დასახელებით, დღეს მექნება ასე ვთქვათ სიცოცხლე მინიკრაფტში, მოგეთ რა ნიშნავს მინიკრაფტ სიცოცხლე რეინდომულ რუკაზე. მოკლედ დღეს მე შევქმნი რეინდომული რუკა, რომელსაც მე დღეს უნდა ვიცოცხლო, მოგეთ უნდა ავიშენო სახლი. ჩემი თავარი გეგმა ასე ყველია უნდა გავიკეთო ასე ვთქვათ ალმასის კირა, ანუ ნახო ალმასები. მაგიტომ ახლა დავიწყოთ პრინციპში ეს არის უბრალოდ ანუ სტანდარტული კლასიკური სიცოცხლე მინიკრაფტში. მე მგონია რომ ყველა თქვენგანს ვიცით არა ესეთი ხე ამჭირდება, აი მუხის ხე მჭირდება. მოგეთ მეგობრებო, ჩემი აით ანუ ვინც თამაშობდა ერთხელ მაინც თამაშობდა მაინკრაფტს, მინიკრაფტს და ასეთ თამაშებს, ყველა მიცის რომ მაგ დროს თავდაპირველად აუცილებელია რომ ასე ვთქვათ დაარსო ჯერ ვერსტაკი. так, ვერსტაკი მზად გვაქვს. так, და აუცილებლად ახლა მჭირდება კიდე ხე კი ჯერ ესეთიც ნაჯახისათვის. ვინაიდან ჩემი ყველაზე მთავარი ჯერ გეგმა არის ნაჯახი. იმისათვის რომ ხეები ასე ვთქვათ მოვჭრა. და სადმე ავიშენო სახლი. პრინციპში მეგობრებო, მგონი თქვენ კარგად იცით უკვე ასეთი ვიდეოები, ასეთი ფორმატის ვიდეოები. так, მოით მეგობრებო, ახლა ამ ადგილიდან წავიდეთ და სადმე უკვე ეგრევე მინდა მოვძებნო რომ რაღაც ადგილი. მე პრინციპში მეგობრებო, აი სულ რაც კი მე დავიწყე მინიკრაფტის თამაში, უკვე რამოდენიმე წელია რაც თამაშობ მე მინიკრაფტს და სულ მეგობრებო ვეძებდი რაღაც ლამას ადგილს, სადღაც ტბასთან, სადღაც წყალთან, ლამას ბუნებასთან და მე ახლაც კი მინდა ასე ვთქვათ ვნახო ასეთი ადგილი. და პრინციპში ახლა საერთოდ რენდომულ ტერიტორიაზე წავალ. სადმე რომ ნახო ასეთივე ლამაზი ბუნება. ცხრები მჭირდება, ცხრები მჭირდება საწოლისათვის. так, იქ კიდე ნაცრისფერი ცხვარიც. პაუ, ჩიკი პაუ. так, კაია, ეს ცხვარიც უკვე ავიღეთ. რამდენი ცხვარი აქ მე მგონი მეგობრებო, ორ საწოლს გავიკეთებ და არა ერთს. მიდი ჩიკი პაუ, კაია. так, კიდე მოდით აბა ცხრებო, მოდით აკა. კაია და ბოლო ცხვარი. კაია. ბარემ მეგობრებო, ორ საწოლიანი გავიკეთოთ. კაია. так, მეგობრებო, მგონი ასეთი ლამაზი ადგილი ვნახე. მეგობრებო, შეხედეთ. არა, პრინციპში ეს ადგილი ძალიან მომწონს. მაგრამ მოით უფრო კარგი ტერიტორია ვნახოთ, აი სადმე აქ რომ ავიშენოთ. პრინციპში ეს ძალიან კაი ადგილია, შეხედეთ, აი აქ ძალიან ლამაზი პატარა წყლის ნაკადული მოდის, მთები. მოგეთ ეს ადგილი ჩემი ათ ყველაზე კარგია. აი აქ მეგობრებო ავიშენებ ჩემთვის პატარა მინი სახლს. так, კაი მოით მეგობრებო, ახლა მე წავალ და ხეს ასე ვთქვათ ხეებს მოვჭრი. ძალიან ბევრი ხე არ დამჭირდება, მაგრამ ერთი ნახევარის თაქი კი დამჭირდება. так, პრინციპში ამდენი ქვიშა და ამდენი ხე მეყოფა. მოგეთ მეგობრებო, კამერა ჩავთე და სამი კამერა მქონდა გათიშული, ცოტა ქვიშაც ავიღე, როგორც თქვენ უკვე დაინახეთ და ბევრი ხეც კი მოვჭერი, მაგიტომ მოით ახლა რამდენი ხე გამომივა ახლა მიდით ბოლომდე სუნთლიანად ხე. так, და რამდენი ხე გამომივიდა. პრინციპში მეგობრებო, ამდენი მეყოფა, ორის თაქი ძალიან კაია. პრინციპში მე დიდ სახლს როგორც უკვე გითხარით არ ავაშენებ. რომელიღაც იცით, აი ასე. так, ასე და ანუ ავაშენებ უბრალოდ კვადრატულ კოლოფს, ასე ვთქვათ, აი ასე. აი ამ ხელა მეყოფა, ასე. ასე წავა და ასე. მეგობრებო, ჩემი აი ძალიან კარგი ტერიტორიულია. так, კაი. ხო, უფრო კარგი იქნებოდა თუ მე ახლა ასე გვილია ვერსტაკს. კაი, მოით მეგობრებო, ახლა მე ცოტა მინდა ახლა მიწაც ამოვთხარო რომ იატაკიც რომ დავდგა და დაგიბრუნდებით თქვენ ცოტა ხანში.
Так, მეგობრებო, აი შეხედეთ, მე უკვე პრინციპშია შუშები უკვე, так, ფანჯრები გავიკეთე. აქ უკვე მთლიანი კედელი იქნება, ანუ აქ აღარ იქნება, ასე ვთქვათ, ფანჯრები. მოვით ახლა ეს კედლები დავდოთ და შეგვიძლია უკვე დავიზინოთ, так. სად არის ახლა? так, მოვით აბა, ოპ. ну, ჯერჯერობით ერთი გქონდეს, ასე. მოვით მეგობრებო, ახლა დავიზინოთ. გათენდეს და გავაგრძელოთ ჩვენ პრინციპში ეს ძალიან კარგი. და პრინციპში ერთი იდეა მაქვს. მოვით იცით როგორ გავაკეთოთ? ეს ძალიან კარგი ადგილია იმისათვის, რომ პატარა შახტა გავაკეთო, იმისათვის, რომ ნახო იქ რაღაც ნავთობი მეგობრებო იმ მთაზე ვნახე, საიდანაც მე კობლსტოუნიც კი მოვიტანე. მაგიტომ ნავთობზე პრობლემა არ მაქვს და აი უკვე რკინასა და ალმასებს და redstones უკვე აი ამ შახტით უკვე იმასნი. მაგიტომ მოვით ახლა სახურავიც გავაკეთოთ. так, ასე და ჯანდაბა ხე არ მეყო. так, და კარებიც დავაყენოთ. მეგობრებო, მოკეთ ჩვენი სახლი უკვე მზად არის, შეხედეთ როგორი არის, ასე ვთქვათ. კი შეიძლება ვიღაცამ თქვას, რომ ესეთი ნუბურისა, მაგრამ მეგობრებო, მაპატიეთ. იმისათვის რომ იცოცხლო ასეთი სახლი კი არა, ერთი აი ასეთი როგორც ნუბები აკეთებენ, ასე მიწაში გათხარო სახლი, ისიც კი მეყოფა, მაგრამ დასაკვირველია მეგობრებო, მე ნუბზე უფრო მაღალი დონე ვარ, პროფესიონალიც არ ვარ, მაგრამ ნუბზე უფრო მაღალი დონე ვარ. მაგიტომ მოვით ახლა ისევ ამ კლდეზე წავიდეთ. კაი მეგობრებო, დამავიწყდა რომ არ შევქმენი ქვის კირა, მაგრამ არა უშავს. ნავთობის სად იყო აქ ნავთობი? ნავთობი სადღაც 100%-იანი დავინახე. აუ მეგობრებო, რა ლამაზი ისა რა უბრალოდ. სადღაც აქ იყო ნავთობი, მე კარგად მახსოვს. აი აქ უნდა ამეშენებინა სახლი რაღა იქავაში. ოპა! აი, იო-მაიო, შახტა, так, აია, პირველი ნავთობიც ვნახეთ, მაგრამ პრინციპში მეგობრებო, მე შახტას ისევაც გავაკეთებ. ჩემ სახლთან. მოვით, მეგობრებო, რა ძნელია. მაგიტომ მოვით ახლა კამერას გავთიშავ და ჩავთავ იმ დროს ესაც ამ ნავთობს უკვე მთლიანად ასე ვთქვათ ავიღებ. აი მეგობრებო, აი უბრალოდ აი ახლა ვაკვირდები აი ამ ლამაზ მთებს და აი უბრალოდ ერთი კითხვა მიჩნდება, აი რატომ არის მინიკრაფტი ასეთი ლამაზი? რატო აქვს ასეთი ლამაზი მსოფლიო? აი მართლა აი რეალურად მეგობრებო, აი შეხედეთ. რა ლამაზია, შეხედეთ ახლა ეს უბრალოდ შეხედეთ, აი რა ლამაზი მთები, აი სიტყვებიც კი არ მაქვს, აი რა სილამაზია. კაი, მოვით მეგობრებო, ახლა ეს ნავთობს ახლა ასე ვთქვათ ავიღებ, მაგრამ აი ეს მთები საერთოდ მეგობრებო ძალიან ლამაზია. მეგობრებო, აი ვინ არ დამეთანხმება, აი უბრალოდ მითხარით, აბა. აი მინიკრაფტში, აი უბრალოდ კომენტარებში თუ შეიძლება დამიწერეთ, აი მოგწონთ თუ არა ასეთი ლოკაცია, რომელიც მე შევხვდა, აი უბრალოდ კომენტარებში დაწერეთ. მე მაგალითად აი დავწერდი 100% ან სკის ვინაიდან. აი უბრალოდ შეხედეთ, აი არ ვიცი მეგობრებო რა ვთქვა. უბრალოდ ლამაზი ხედია აქედან. კაი, მოვით მეგობრებო, და პრინციპში 26 ნავთობი მეყოფა. მაგიტომ მოვით ახლა წავიდეთ ჩვენს სახლთან. так, მეგობრებო, თუ პარკურის გავაკეთებ, მიდით 3, 2 და 1 და რა გაგიო სულ 3 გული. უბრალოდ მეგობრებო რისკს. ვაუ, მეგობრებო, შეხედეთ რა ლამაზი ისა. აქ შეხედეთ რა ეს რა არის? სტოპე, ეს რაღაც პირველად ხედავ მეგობრებო მართლა. რა არის ესა? მაგრამ შეხედეთ რა, ეს შეხედეთ, ეს უბრალოა და ეს შეხედეთ რაღაც მომწვანო ლამაზი შავი რაღაცები. კაი, პირველად დავინახე სიმართლე გითხრათ ეს მინიკრაფტში. რამოდენიმე წელია რაც თამაშობ და პირველად დავინახე. კაი. პრინციპში ეს არ არის მთავარი. так, მოვით ახლა так, ჯოხები შევქმნათ, გავაკეთოთ ახლა კირა, ქვის კირა და რისთვის ავიღე არ ვიცი. так, ასევე რა მოვით ახლა აქ ნავთობის მოიცადეთ მეგობრებო, ნუბი ხო არ ვარ. მოდით ახლა დავკრავდოთ ესა და რომ ჩვენი სახლი იყოს ნათელი. აქ ერთი,
აქ ერთი და გვერდებზეც შეიძლება აი შუშაზე არ შეიძლება კაი ერთი აქ და ერთი აქ всё მეგობრებო ასე უფრო ნათელია ხოლო აი საწოს მეგობრებო აი გადავდგამდი აი ვერსტაკის მაგივად მოიწვე ოხ მეგობრებო რა ძნელია მიდი ოპ კაია так და სად არის ვერსტაკი так კაი და ვერსტაკს კი დავდგამ აი აქ ო მეგობრებო კაი პრინციპში კაია ოხ так კაი მოითახლა ნაჯახით შევქნათ ბარემც და ბარემ ოპ ასე და აი აქ პრინციპში მეგობრებო გავიკეთოთ პატარა შახტა აქ პრინციპში მეგობრებო მე უნდა ნახო ჯერ მინდა რკინა ვნახო მინდა ასე ვთქვათ განვიერთარდე так ასე მოდით ოპ წავიდა ბლინ მეგობრებო ძალიან მჭირდება აი ძალიან მჭირდება ასევე так სადაი ой მეგობრებო ის მეშლევ ფეჩი ვერსტაკთან აი მოდით ასე და სად არის ახლა ნათურები სად არის ნათურები ვერშ ой так აი ოპ და ოპ всё ამდენი მეყოფა ჩემი აზრით ხო პრინციპში 8 ნათურა კაია так და აი ასე მეგობრებო მთავარია რომ ახლა ეკონომია გავაკეთო ნათურების და თანაც კირების მეგობრებო კირების ეკონომიაც ძალიან მჭირდება ვინაიდან ქვის კირა სულ ერთი მაქვს მოგიტო მოიცანა მე რკინას არ ვნახავ მანამდე გამოვიყენებ სულ ხის კირას მაგითო ოპ მაგით მეგობრებო მე რა უნდა გითხრათ მე ამ მინიკრაფტის სიცოცხლეს 2 ნაწილად დავყოფ აი პირველი ჯანდავა მეგობრებო აი პირველი ნაწილი უკვე მალე დამთავრდება და მეორე ნაწილი გამოვა ეკრევე ხვალვე მეგობრებო ხო ხვალ კვირა მაგიტომ ხვალ მეგობრებო ახალ ვიდეოსთან ერთად ასე კურველია ეს ოპა კიდე ეს ძალიან კაია ნავთობი მჭირდება ნავთობი ძალიან საჭიროა მოდით რამდენი ნავთობია მეგობრებო ძალიან კაია რომ ამდენი ნავთობია ჩემთვის ძალიან თავარია ახლა ნავთობი ძალიან ბევრი ნათურა მჭირდება და ძალიან ბევრი რამ მჭირდება იმისათვის რომ ნავთობზე ფეჩით იმასნა მაიტომ მოითახლა პრინციპში მეგობრებო აქ რა სიმდიდრეა ამ ნავთობის წარმოიდგინეთ აი კიდე ერთი კაი მოით 3 კიდე 3 იმასთან ასე ოპ და წავიდეთ რკინამ მეგობრებო აი უბრალოდ არ ვიცოდი რომ რკინა ასეთი იშვიათი გახდა მინკრაფტში აი წარმოიდგინეთ შეხედეთ უბრალოდ აი რამხელა შახტად გაგთხოვე შეხედეთ აი აქედან ახლა წამოვედი აი ასე შეხედეთ ასე შევუხვია სპეციალურად ინტო აქ უკვე გრავი იყო შეხედეთ აი რამდენი გავი არის აქ ცოტა კიდე ნავთობიც ავიღე შეხედეთ აი მეგობრებო აი წარმოიდგინეთ რამდენი გავი არის და ამდენი ხნის განმავლობაში არც ერთი რკინა მეგობრებო რას ვერ გავიგე მინიკრაფტში რა იყო ასეთი იშვიათი გახდა რკინა თუ დებილი ვარ აი უბრალოდ მეგობრებო წარმოიდგინეთ აი აქ გავთხარე და დებილი ვარ უბრალოდ მეგობრებო ვერ დავინახე ესა აქ შეხედეთ ამდენი ნავთობი და ეს ვერ დებილი ვარ მოკეთე რა მეგობრებო მე ახლა ამდენს ვთხრიდი და ეს ვერ დავინახე ოკეი მეგობრებო თუ რამე ახლა ქვის კირა გამიფუჭდა მაგიტომ ახლა დავბრუნდი კაი კიდე ერთი კირა მჭირდება და ძლივს მეგობრებო აი მართლა აი რა იყო ფრალი ვარ თუ ვინ ვარ კაცო აი ეს თუ ვერ დავინახე აბა რა პროფესიონალი ვარ მინიკრაფტში ოკეი რამდენი რკინა გამოვტოვე მეგობრებო ოკეი მოით მეგობრებო ახლა ის ყველაფერი ავიღოთ პრინციპში ბევრი რკინა არც კიდე მჭირდება და ამით მეგობრებო დავამთავრებ პირველ ნაწილს так სტოპ რკინა მოდი რკინა და კაია მეგობრებო ახლა მე შევქმნი რკინის ასე ვთქვათ კირას და ამით მეგობრებო დამთავრდება ჩემი პირველი ნაწილი ასე ვთქვათ სიცოცხლის მინიკრაფტის სიცოცხლის ასე ვთქვათ так, კაი მოით ახლა ფეჩში ჩავდებ ამ ყველაფერს, ამ ყველა რკინას და ნავთობზე
გავატარებ. კაი მეგობრო, მადლობა დიდი ვინც უყურა ამ ეს ვიდეო ბოლომდე. თუ მოგეწონათ ეს ვიდეო დალაიქეთ. აუცილებლად მეგობრო გეუბნებით რომ ხვალვე გამოვა მეორე ნაწილი ამ მინიკრაფტის სიცოცხლის რენდომულ რუკაზე. ახლა კი მეგობრო, დაგემშვიდობებით ნახვამდის